მიწაზე დაახლოებით 1500 აქტიური ან პოტენციურად აქტიური ვულკანია. ყოველდღე კი დაახლოებით 20 მათგანი გარკვეული სახით მაინც იფრქვევა. წარმოგიდგენთ ყველაზე საშიშ ვულკანებს მსოფლიოში. ეტნა მოქმედი ვულკანია იტალიაში, რომელიც კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს. სიმაღლე 3357 მეტრია. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს. ეტნას საშუალოდ 3 თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნას გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძველი წელთაღრიცხვის 479-425 წლებს. ვეზუვის მთა ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. თითქმის 2000 წლის წინ ქრისტეს შობიდან 79 წელიწადს ვეზუვი სპონტანურად ამოიფრქვა და ვასთან არსებული რომაული დასახლებები, მაგალითად პომპეი, ტრისა და ვულკანური ქვების ქარცეცხლში გაახვია. ვულკანი ვეზუვი მას შემდეგ აქტიურია, თუმცა ამოფრქვევები ხშირად არ ფიქსირდება. ბევრი მეცნიერი იელოსტოუნს არა ვულკანად, არამედ სუპერვულკანად მიიჩნევს, რადგან მას კოლოსალური რაოდენობის გამდნარი ნივთიერებების ამოფრქვევა შეუძლია. ასეთი მოვლენა ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა. იელოსტოუნი აქტიურ მდგომარეობაშია, თუმცა ასეთი კოლოსალური სიდიდის ამოფრქვევები იშვიათია. წელს ქალაქ სან-პიერში, რომელიც მონტან-პელეს ძირში მდებარეობს, ვულკანურ ამოფრქვევას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადაურჩა. სავარაუდოდ ამოფრქვევამ დაახლოებით 28000 ადამიანი შეიწირა. ამ მოვლენამ ვულკანოლოგ ტომას ჯაგერს გადააწყვეტინა, რომ ჰავაიზე მსოფლიოში პირველი ვულკანური ობსერვატორია დაეარსებინა. წლის ძლიერი ამოფრქვევის დროს კრაკატაუს ამოფრქვევა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მისი ხმა ხალხმა 500 კილომეტრის მოშორებითაც გაიგო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოფრქვევის გამო 160 კილომეტრიან ზონაში იმყოფებოდა, სმენის გამოუსწორებელ დაზიანებას მიიღედა. ამოფრქვევის შედეგად 36000 ადამიანი დაიღუპა. საბედნიეროდ ყველა ვულკანი ისეთი სასტიკი არაა, როგორც წინა რამდენიმე. ჰავაის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანიდან, კილაუეადან უკვე 35 წელია ლავა წყნარად აფეთქებების გარეშე გადმოდის და ოკეანეში ჩაედინება. აქ ლეტალური შემთხვევები იშვიათია, თუ რა თქმა უნდა ცნობისმეყვარე ტურისტის შემთხვევით ლავაში ფეხს არ ჩაყოფს.
მაუნა ლოა დედამიწაზე მასით ყველაზე დიდი მთა. თუ მას ოკეანის ფსკერიდან გავზომავთ, ის ევერესტზე უფრო მაღალიც არის, ის ჰავაის დიდი კუნძულის ნახევარზე მეტს შეადგენს და კვლავ აქტიური. ეს ისლანდიაში არსებული ყველაზე დიდი ვულკანია და ყინულითაა დაფარული. ამოფრქვევის შემთხვევაში მას შეუძლია ევროპაში დღეებით ან კვირეებით ფრენები შეაჩეროს. როგორც ეს 2010 წელს მოხდა, თვითმფრინავს ვულკანურ მტვერში ფრენა არ შეუძლიათ, რადგან ის ძრავებს აზიანებს.